მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. თავისუფლებას ინდისის პატიმრებს პირველ რიგში, რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობა ღირს თუ არა. ამაზე ძლიერ საქართველოს ლელოს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია და ის მარტივად ნიშნავს, რა თქმა უნდა, ყველა არჩევნებში უნდა მივიღოთ მონაწილეობა, ყველა ბრძოლა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რათა რეჟიმი დავამარცხოთ. ოღონდ ეს უნდა გავმიჯნოთ იმ საკითხისგან, რომ ჩვენ ვიბრძვით ახალი არჩევნებისთვის, ჩვენ ვიბრძვით სამართლიანი არჩევნებისთვის, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წნეხის გაძლიერება, ეს ხდება იმ სამი მიმართულებით, რომელიც გულისხმობს პირველ რიგში ქვეყნის შიგნით ჩვენს მოქალაქეებთან კომუნიკაციას, როგორც პირისპირ, ასევე ახლა რასაც ჩვენ ვაკეთებთ ხო, ტელემედიის მეშვეობით, სოციალური ქსელებით უნდა მიუწვდეთ აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს, მაქსიმალურად ყველა სეგმენტს საზოგადოებისას. მეორე ეს გახლავთ, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი პროტესტი კონსტიტუციურ ფორმებში, რასაც წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყების დღიდან თანმიმდევრულად აკეთებს ჩვენი მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი, ახლა ამ ფაზაში უფრო მეტად აქტიური და თავგადადებული ნაწილი და მათი ღვაწლი არის მნიშვნელოვანი. და რა თქმა უნდა, მესამე მიმართულება არის ჩვენს საგარეო პარტნიორებთან, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაცია. ამ ბრძოლის ფორმებმა, ამ ბრძოლის ხერხებმა თავისი შედეგები გამოიღო და ეს უნდა შევახსენოთ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება გვქონოდა სურვილი და ბევრს მოლოდინიც ჰქონდა, რომ 2024 წელსვე დავასრულებდით რეჟიმს, თუმცა ჩვენი პოლიტიკური ძალა მაშინაც იძახდა და მაშინაც გვეგონა და გვჯეროდა, რომ ეს არ იქნებოდა მარათონი, უბრალოდ ეს არ იქნებოდა სპრინტი, ეს იქნებოდა მარათონი და ის ფინალური ბრძოლა 2024 წელს ჩვენ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ჩვენ უნდა კარგად გვესმოდეთ. რა მდგომარეობაშიც არის ქართული? რა ვერ მოვიგეთ? ქართული ოცნება ვერ შევცვალეთ მაშინ. ამ თავარ ბრძოლას გულისხმობ. სათანადო ხმები ვერ მიიღეთ, არჩეველი არ იყო მზად, თუ ქართულმა ოცნება მიიღეთ. არჩევნებზე არ ვიძახი მე. ყველა იმ ბრძოლის ფორმებზე, მათ შორის აქციებით, ხო, მათ შორის ჩვენ საგარეო პარტნიორებთან კომუნიკაციით, ამ ყველაფრის ერთობლიობამ ვერ გამოიწვია ჯერჯერობით. რატომ რას ფიქრობ? ჯერჯერობით ვერ გამოიწვია ცვლილება, იმიტომ რომ ურჩხულის დამარცხება ასე მარტივი არ არის. ბევრი მიზეზი ჰქონდა, ბევრი შეცდომა დაუშვეს ყველა პოლიტიკურმა აქტორებმა, ჩვენი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა რა გააძლევს? ურჩხული უფრო გაძლიერდა ამ ხნის განმავლობაში არა? არა, ამ ხნის განმავლობაში არა. 2024 წელსვე თუ გვეგონა რომ აი იმ ბრძოლით, რომელიც მაშინ იყო, უფრო აქტიურ ფაზაში მოვიგებდით, ეს ასე არ აღმოჩნდა, მაგრამ ესე ხდება ხოლმე მსოფლიო ისტორიაში. ნაბიჯ ჩვენ მივაღწიეთ იმ სტატუს კვოს, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას, რომ ის არის იზოლირებული, რომ ის არის არალეგიტიმურად აღიარებული როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ჩვენმა გადადგმულმა ნაბიჯებმა, მე გულისხმობ მთელ საზოგადოებას, რომელიც აქტიურად იდგა და გუგუნებდა საპროტესტო აქციებზე, გულისხმობ არასამთავრობო სექტორს, რომელმაც არაფერი დაიშურა იმისთვის, რომ შეესრულებინა თავისი მეთვალყურის ფუნქცია, გულისხმობთ თქვენ თავისუფალ მედიას, რომელიც ამ ყველაფერს პირუთვნელად აშუქებდით, მიუხედავად იმისა, თუ რა ზეწოლა მოდიოდა თქვენზე, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური ანგარიშწორება იყო უშუალოდ თქვენს კოლეგებზე, გულისხმობ TV პირველის ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე, მაკა ჩიხლაძეზე, გიორგი შეწირულზე, იქით სხვა გურამ როგავაზე, სხვა ტელეკომპანიებიდან და ასე შემდეგ. მარიამ გაფრინდაშვილი და ახლა ყველა რომ ჩამოვთვალოთ აქტივისტები ძალიან შორს წაგვიყვანს, ხო, ახლა ასობით შემთხვევა არის და რიგითი მოქალაქეები რომლებიც იყვნენ პრაქტიკულად სიკვდილის პირამდე მიყვანილი. ამ ყველაფერთან ერთად პოლიტიკური საზოგადოებას, ან ხელისუფლებას, ან ოპოზიციას. მოგახსენებთ. და რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი წილი პოლიტიკური პარტიებისაც, რომელთაც გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები 2024 წელს. მაგრამ ეს მდგომარეობა რომ გვაქვს, ხო, არის ჩვენი ყველას ბრძოლის დამსახურება და ამას სჭირდება დანახვა. ჩვენ უნდა გვესმოდეს და ხალხს უნდა ესმოდეს, რომ მას აქვს ძალა, რომელიც კულმინაციამდე უნდა მიიყვანოს. რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომა იყო, ბევრი რაღაცა იყო გაუთვლელი, მაგრამ ჩვენ ბრძოლა არ უნდა შევწყვიტოთ, ჩვენ ბრძოლა არ უნდა გავაგრძელოთ. ის რაც მოხდა 2025 წელს, ამან დააზიანა ჩვენი ბრძოლა. გულისხმობ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პოლიტიკური ოპოზიციის პოზიციების გაყოფას და ინფორმებით გაყოფას, როგორც მოხდა. გულისხმობ 4 ოქტომბერს, რომელიც იყო სამწუხაროდ ძალიან დიდი ფრუსტრაციის
განმაპირობებელი, ხო, გამომწვევი საზოგადოებაში, ბევრისთვის შიშის გამომწვევი, ბევრისთვის ნიჰილიზმის გამომწვევი. 4 ოქტომბერი რომ არ ყოფილიყო, ახლა ქართული ოცნება დამარცხებული იქნება. არა, მე ვამბობ, რომ ჩვენ საერთო ბრძოლაში, აი ამ დიდ გზაზე ეს იყო შემაფერხებელი. მე არ მინდა ვინმესკენ ხელი გავიშვირო, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენს შეცდომებზე რეფლექსია არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რათა ესეთი შეცდომები აღარ დავუშვათ. ეხლა ის რომ 4 ოქტომბერი რო არ ყოფილიყო ხელისუფლება ცვლილება იქნებოდა თქო, მე მგონი ჩემი ნათქვამიდან არ გამომდინარეობს, იმიტომ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით ხელისუფლება ისედაც არ იცვლება ხოლმე ჩვეულებრივ პირობებში, მით უმეტეს, როდესაც რეჟიმზე გვაქვს საუბარი, ხო? რეჟიმის ცვლილებას ჩვენ ძლიერი საქართველოს ლელო ვხედავთ არჩევნების გზით. ოღონდ აქ არის ერთი მთავარი განსხვავება ნორმალური ქვეყნების და ნორმალური პირობებისგან. თუ გინდა რომ რეჟიმი შეცვალო არჩევნების გზით, ის უბრალოდ კი არ უნდა დაამარცხო, უმრავლესობით კი არ უნდა აჯობო, უბრალო უმრავლესობით. მას უნდა ძლიო დამთრგუნველი უმრავლესობით. წამლეკავი უმრავლესობით, ანუ ისეთი სხვაობით, როდესაც რეჟიმს აღარ ექნება აღარანაირი სივრცე манипуляციებისთვის, რისი გადასარევი მაგალითიც გვაქვს ჩვენ უნგრეთში ცოტა ხნის წინ მომხდარი რეჟიმის ცვლილება. ისიც იყო რეჟიმი, გაცილებით უფრო უარეს საარჩევნო სისტემაში, ამას ხაზს უსვამ. გულისხმობთ მაჟორიტარების მათ შორის საარჩევნო სისტემა ამას რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობას. საარჩევნო კანონმდებლობა. დამკვირვებლების შანსს. მათ შორის ემიგრანტების ხმის მიცემის შესაძლებლობა. ემიგრანტების მე გეტყვით თუ მადიარის ამ მაგალითზე გვინდა საუბარი, დამკვირვებლების თვალსაზრისით და დაკვირვების თვალსაზრისით იყო უდიდესი პრობლემები, როგორც მინიმუმ არანაკლები ვიდრე აქ. საარჩევნო დავებთან მიმართებაში არანაკლები პრობლემები პირდაპირ ორბანის დასმული იუსტიციის სამინისტროს მიერ სპეციალური პალატა იყო შექმნილი საარჩევნო დავებისთვის. ოღონდ საარჩევნო დავებამდე იქ საქმე არ მივიდა, იმიტომ რომ დამთრგუნველი უმრავლესობით აჯობა უნგრელმა ხალხმა მათ. ისევე როგორც ემიგრანტების თვალსაზრისით, იქ საერთოდ კიდევ ისეთი ცვლილებები იყო, ხოლმე არ მინდა არ გვაქვს ამისი დრო რომ დეტალურად ვისაუბრო. საერთოდ ემიგრანტების და საარჩევნო კარუსელების და საარჩევნო მიგრაციის თვალსაზრისით ისეთი პრობლემები შექმნა ორბანმა, ისეთ ხალხს მისცა რეპატრიანტებს ხმის უფლება და ისეთებს აუგზავნა, რომ ეს ყველაფერი ორბანის ყულაბაში მიდიოდა და მაინც ძლია მას მადიარმა. უბრალოდ უნგრელმა ხალხმა ძლია მათ. და ჩვენი ფორმულა არის არა ის რომ ვიღაცა მადიარი ვიპოვნოთ, მესია ვეძიოთ თანამედროვე ქართულ ოპოზიციაში, ამის საჭიროება არ არის. ჩვენ უნდა კარგად გავითავისოთ, რომ თუ გზა არის ის, რომ ხალხის დამთრგუნველი უმრავლესობა ჯაბნის დიქტატურასაც, ჯაბნის ავტორიტარიზმსაც, ჩვენი გზა ვიპოვნოთ იმისთვის, რომ ჩვენ საზოგადოებაში ასე ფესვგადგმული ნიჰილიზმი და შიში გავაქროთ და ეს ადამიანები დავარწმუნოთ, რომ როცა არ უნდა იყოს არჩევნები, მოვიდნენ წამლეკავი უმრავლესობით, რათა დავჯაბნოთ ქართული ოცნება, იმიტომ რომ მითია ის, თითქოს ქართულ ოცნებას შეუძლია ნებისმიერი რამის დაწერა და ამაზე ნებისმიერი შედეგის დაწერა. ამაზე მე როგორც სესკოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე და საარჩევნო სპეციალისტი თუ გნებავთ, ძალიან ბევრს ვესაუბრები ნებისმიერს. ვეტყვი რომ ყველა გაყალბებას სიამოვნებით ზურაბ გირჩ-ჯაფარიძესთან ერთად გიმასპინძლებთ, იმიტომ რომ ზურაბ გირჩ-ჯაფარიძესთან ჩვენ კომუნიკაციის პრობლემა არასდროს გქონია და თქვენ ბრძანეთ რომ ზურამ რაც თქვავის რა კითხავ, განა მე ეს არ მოვისმინე. მე უბრალოდ არასწორად მიმაჩნია რომ ასე რილსების მეშვეობით რაღაცა პინგ-პონგი ვითამაშოთ და ასე ვესაუბროთ ერთმანეთს. ზურაბ გირჩ-ჯაფარიძე მე გუშინაც ვნახე მარშზე, არასდროს არც მანამდე გქონია. საერთოდ ოპოზიციაში აი იმ ყველაზე პოლარიზებულ პერიოდშიც კი გასულ წელს და მით უმეტეს ზურაბ ჯაფარიძესთან არასდროს პრობლემა არ გქონია კომუნიკაციის და ჯობს რომ ბევრ რამეზე ვისაუბროთ მანამდე ვიდრე საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტანდით. და დავასრულებ თქვენის ნებართვით ამ აზრს. ლიმიტი აქვს გაყალბებასაც, ეს რომ ასე არ იყოს 2024 წელს ქართული ოცნება არ დაწერდა იმ შედეგს, რაც დაწერა თბილისში, რუსთავში და დიდ ქალაქებში, როცა მან წააგო მოქმედი მათი ოფიციალური შედეგებითაც რომ წააგო. არ მითხრას ახლა ვინმემ რომ არ სჭირდებოდაო. თუ არ სჭირდებოდა 99-ის ნაცვლად 90 დეპუტატი არ ეყოლებოდა და კოჭელი პარლამენტი არ ეყოლებოდა იუსტიციის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს რო ვერ ნიშნავს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსაც და მით უმეტეს თავსლაფი რომ დაისხა და ასეთ არალეგიტიმურ მდგომარეობაში რო ჩაიყენა თავი. ეს არავინ თქვას, ყველაფერს აქვს თავის ლიმიტები. მართალია ელექტრონულმა ტექნოლოგიებმა მას სხვა სივრცე მიცა, მაგრამ ისიც ლიმიტირებული არის. თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებით მითხრათ, რომ 2024 წელს ჩვენ ისეთი დამთრგუნველი უმრავლესობით ვაჯობეთ?
მე ამას ნამდვილად ვერ დავეთანხმებოდი. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ ოპოზიცია მოუგეთ ქართულ ოცნებას, მაგრამ არა ისეთი უმრავლესობით, რომ ქართულ ოცნებას მაშინ არ ხონოდა ის манипуляციები, რომლითაც მან კარგად ისარგებლა. ახლა ეს არ უნდა დაუშვათ. ახლა ჩვენი ამოცანა პოლიტიკური პარტიების უნდა იყოს პირველად ის, რომ საზოგადოებაში გავაქროთ შიში და ნიჰილიზმი და მივიღოთ მონაწილეობა იმ არჩევნებში. ოღონდ ეს არც ერთ შემთხვევაში ნიშნავს იმას და ესეც მინდა გავმიჯნო, რომ ჩვენ არ უნდა ვიბრძოლოთ ახალი არჩევნებისთვის, სამართლიანი წესებისათვის. დიახ, შეზღუდული არის 2024 წლის შემდეგ რაღაცები, მაგრამ მანამდე უკეთესი იყო, მანამდე იმდენად უკეთესი იყო, რომ ამან შეცვალა ეხლა ფუნდამენტურად ამ ბოლოცვლილებებმა რამე, თუ კალანდარიშვილი არ იყო ცესკოს თავმჯდომარე, თუ როდესმე ყოფილა ოპოზიციის სასარგებლოდ, თუნდაც რეჟიმის და ხელისუფლებათა ცვლილების დროს ოპოზიციის სასარგებლო ან გარემო ყოფილა, ან საარჩევნო ადმინისტრაცია ყოფილა. იგივე ადმინისტრაცია, რაც 2024 წელს იყო, არ უნდა მიგვეღო მაშინ მონაწილეობა, რომ არ მიგვეღო, არც პროტესტი იქნებოდა, არც წინააღმდეგობის მოძრაობა იქნებოდა, არც საერთაშორისო იზოლაცია ექნებოდა ქართულ ოცნებას და იმ სტატუს კვოს ვერ მივიღებდით, რაც ჩვენ გვაქვს და ყველაფერი ექნებოდა ფორმალურად, ლეგიტიმურად. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ჩვენ რომ ვიბრძოლოთ ამისათვის იმავე ფორმებით, რაზეც ვსაუბრობდით. შიდაწნეხის გაძლიერებით, კონსტიტუციური აქციებით, რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორებთან საუბრით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებთან საუბრით, ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცა წინასწარ დავაწესოთ წითელი ხაზები არ გულისხმობ პოლიტპატიმრებს. პოლიტპატიმრების ბედით ვაჭრობა ეს საერთოდ არავის არასდროს არ უთქვამს, არც გაუბედია და მე მგონი ვერც გაბედავს. მაგრამ სხვა ყველაფერზე ბიზინა ივანიშვილს, რომელიც გეუბნება, რომ დიალოგი კი არა, პროკურატურას ელაპარაკეო, როდესაც ჩვენ გქონდა გახსოვთ რამდენიმე თვის წინ ეს დოქტრინის პრეზენტაცია, ხო, ხედვისა. და რომელიც პოლიტიკურ ლიდერებს აგერ დაჭერას უპირებს და პარტიებს აკრძალვას. ჩვენ ვამბობთ, რომ არ უნდა დავუთმოთ მათ არაფერი, დანარჩენზე უნდა ვისაუბროთ და ჩამოყალიბდეთ ოპოზიციაში, იმიტომ რომ იგივე არ განმეორდეს, რაც მოხდა 2025 წელს. დიდი მადლობა.